შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ვერბიცკი მეხუთე. მისი გმირობა ეს რუსეთში არაიშვიათი მოკრძალებული ასკეტური მოღვაწეობა პატიოსანი რუსი ინტელიგენტი რევოლუციონერისა, რომელიც ურყევად არის დარწმუნებული, რომ სოციალური სამართლიანობის დამყარება დედამიწაზე შესაძლებელია. გორკი. ვერბიცკის ძილი გაუკრთა, ადგა ტანკ ჩაიცვა, ქუჩაში გავიდა და ხეივანში გაისეირნა. მოჭარბებული ფიქრებისაგან თავის ტკიოდა, ქარმა დაუბერა, შესცივდა, მაზარის ღილები შეიკრა და ალვის ხეს მხარით მიეყრდნო. აგარაკებში სინათლე ჩაექროთ და ქუჩაში ბნელოდა. მხოლოდ აქა-იქ ციმციმებდნენ დიდი ვარსკვლავები ერთმანეთზე მიჯრილ, მაღალ მთებს შორის გამოჩენილ ცაზე, ვიწრო ხეობას პატარა მდინარის ხმაური ავსებდა. საიდან სად მომიყვანა ბედმა, საქართველოს განაპირა კუთხეში, აბასთუმანში, თურქეთის საზღვართან, ფიქრობდა ვერბიცკი. ნუ თუ ჟორდანიას მართლა გონია, რომ იგი მეორე შვეიცარიას შექმნის. ნუ თუ ის ვერ ხედავს, როგორ იღუპებიან სიღატაკისა და შიმშილის გამო გლეხები და მუშები. ჟორდანია და რამიშვილი უკმაყოფილონი არიან მუშებით და გლეხებით, რადგან ისინი მათი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით იბრძვიან. სწორედ ამიტომ ლანძღავს და აშავებს რამიშვილი მთელ მუშათა კლასს, გლეხობას. იგი გლეხობას და მუშათა კლასს ერის მოღალატედ სახავს. აი ნამდვილი სახე მეორე ინტერნაციონალის მენშევიკ სოციალისტისა. მოდი და ამის მერე საერთო ენა გამოძებნე მათთან. აღშფოთებას გამოთქვამდა ვერბიცკი. მას გულისწყდებოდა იმაზე, რომ მისი ამოცანა გამოენახა საერთო ენა ჟორდანიასთან და გაეთავისუფლებინა იგი მენშევიკ დიქტატორის რამიშვილის გავლენისაგან იფუშებოდა. ამ ამოცანას ამდენ ხანს ვერბიცკი ასე თუ ისე წარმატებით ასრულებდა. მას შველოდა საქართველოში შექმნილი სულ უფრო და უფრო გართულებული და გამწვავებული პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობა, დენიკინის არმიის განადგურება, საბჭოთა ხელისუფლების დამყარება აზერბაიჯანში და პოლსუცკის პოლონეთთან ომში წითელი არმიის გამარჯვება. იგი კმაყოფილი იყო, რომ ამას წინათ შესძლო საჭირო ცნობების მიღება. ჟორდანიამ უარყო სარდლობის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების საგანგებო შევსებას, მის გადაყვანას საბჭოთა აზერბაიჯანთან საზღვარზე და თბილისის მისასვლელებზე ციხე-სიმაგრეების აგებას. იქნებ, ანგარიშობდა ვერბიცკი, ჟორდანიას ვარი გამოწვეულია დიდი ხარჯების გაწევის შეუძლებლობით და რეგულარული ჯარისა და მისი ოფიცრების წინაშე შიშით.
იქნებ ჟორდანიას მერყეობის ახალი ნიმუშია, ან იქნებ აქაც რამიშვილის ხელი მუშაობს. ის აშკარა არჩევანს ახდენს ანტანტის დახმარებაზე, სურს მოკავშირეთა ჯარები საქართველოში შემოუშვას და მაშინ საქართველო მიიღებს მისთვის ასე საჭირო სესხს, პურს, იარაღს და საქონელს. ვერბიცკი ნელა გაჰყვა ხეივანს. მალე მან გრძელ სკამზე მჯდარი კაცი შენიშნა. სიბნელეში ვერ გაარჩია ვინ იყო და წინ ჩაუარა. ცოტა ხნის მერმე მოიხედა. უცნობი ამდგარიყო და ნელი ნაბიჯით მოჰყვებოდა უკან. ვერბეცკი შეჩერდა. რა არის ივანე ალექსანდრეს ძევ, შვაღამით რომ დასეირნობთ ხეივანში? ჰკითხა უცნობმა. კორნელი, თქვენ? დამშვიდდა და ისე მიუგო ვერბეცკიმ. არ დამეძინა და ჰაერზე გამოვედი. თქვენ კი რატომ გამოსულ ხართ აქ? მუზას დაეძებთ? დავეძებ, მხოლოდ არა მუზას. მაშ რას? გამოსავალს ამ დუმარების და სამუდამო სევდის ხეობიდან. ეხ, მეც მომწყინდა აბასთუმანში. შინ წასვლა მომინდა. კორნელი და ვერბეცკი ხეივანს გაჰყვნენ. რისთვის გამოიქეცით და არინებეთ თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელებთან მისვლა და მათი საუბრის მოსმენა? მოულოდნელად ჰკითხა ვერბეცკიმ. ისინი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ხელმძღვანელები უნდა ყოფილიყვნენ, ჟორდანიამ და რამიშვილმა დააპატიმრეს, ციხეში ჩაჰყარეს და გადაასახლეს. მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათ სასახლეებიდან საპატიმროებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. მიუგო კორნელიმ. რისთვის მეუბნებით ყოველივე ამას? შეკრთა და ისე ჰკითხა ვერბეცკიმ. თქვენ მე ხომ არ მიცნობთ? მე თქვენ გიცნობთ იმდენად, რომ ვფიქრობ არ გამცემთ. მიუგო კორნელიმ. მე მართლაც არასოდეს არ გაგცემთ, მაგრამ თქვენ პოლიტიკურ შეხედულებას ყველას აშკარად თუ მოახსენებთ და მენშევიკების ლიდერების ძაგებას დაიწყებთ, ციხე არ აქცდებათ. ასწავლიდა ვერბეცკი ზომაზე მეტად მგზნებარე და გულმართალ ჭაბუკს. მე ისედაც პატიმრად ვგრძნობ თავს ჩემს სამშობლოში. ვერბეცკი და კორნელი გრძელ სკამზე დასხდნენ. ისევ ბრწყინავდნენ და კაშკაშებდნენ დიდრონი ვარსკვლავები. ღამის მძაფრ სიჩუმეს და მყუდროებას მხოლოდ მთის პატარა მდინარის ხმაური არღვევდა. მითხარით ივანე ალექსანდრეს ძევ, დაიწყო ცოტა ხნის დუმილის მერმე კორნელი. თქვენ არ გაოცებთ, რომ ჩვენ ღამით სადღაც ამ მიყრუებულ ხეობაში მარტონი ვზივართ. თანაც კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს და მაინც უხილავი ძალა გვეზიდება ერთმანეთისაკენ. ნუ დამიმალავთ, მითხარით. აი რამ ჩამოგიყვანოთ თქვენ აბასთუმანში? ნუ თუ მარტოკა სენმა. მაშ კიდევ რამ? გაუკვირდა ვერბეცკის. თქვენ სავსებით ჯანსაღი კაცის შეხედულება გაქვთ. ჭლექიანებს ხშირად გარეგნულად ვერაფერს შეატყობ. მეც მეგონა ჭლექი მჭირდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ალბათ ციხემ გამლახა. რისთვის იჯექით ციხეში? ისე შემთხვევა მოიტანა. მაინც რისთვის? მე მგონია, რომ თქვენ სიმართლის თქმისა გეშინიათ, მაგრამ მე მომწონს თქვენი სიფრთხილე. რა სიფრთხილე? სიმართლე თუ გინდათ გითხრათ, თქვენც ძიავანო, მუდამ რაღაც სიფრთხილეს იჩენთ. არ კი გეწყინოთ ძიავანოს რომ გეძახით. ეს ისე მომაგონდა მხატვრული თეატრის მიერ თბილისში შარშან გამართული გასტროლები. კაჩალოვი შესანიშნავად თამაშობდა ჩეხოვის დიადა ვანიას და მასაც ისეთივე გრძელი წვერი ჰქონდა, როგორც თქვენ. ცხონებულ მამაჩემსაც სწორედ ასეთი წვერი ჰქონდა.
თქვენი მამა ალბათ ძველი ყაიდის და ადათის კაცი იყო. მის დროს მასეთ წვერებს ატარებდნენ. თქვენ კი წვერი სრულიად არ გიხდებათ. თითქოს მიგიწეპებიათო. უცნაურად ლაპარაკობთ კორნელი გიორგის ძევ. რას დაეძებთ ჩემს წვერს? ოდნავ შეკრთა და ისე მიუგო ვერბეცკიმ. უკვე აცივდა და გვიანაც არის. შინ წავიდეთ. ის წამოდგა, კორნელის მკლავში ხელი გაუყარა და ხიდისაკენ წაიყვანა. კორნელი მიგრძნო მკლავში მაგრად მოჭერილი მისი ხელის ძალა. ვერბეცკი ხიდზე გამოემშვიდობა. მერმე ვერბეცკი აბასთუმანში კორნელის დიდხანს აღარ უნახავს. რამდენიმე დღის მერმე ვერბეცკი თბილისიდან დაბრუნდა და უმალვე შეცვალა კორნელისადმი თავისი დამოკიდებულება. მათ შორის მჭიდრო კავშირი დამყარდა და ისინი მალე ნამდვილად დამეგობრდნენ. მათ ახლა ყოველდღე ერთად ხედავდნენ. ქუჩაში, ხეივნებში, ტყეში, ფოსტაში, აბასთუმნის მიდამოებში და მის გარედაც. ვერბეცკის წიგნების აღმოჩენის საოცარი ნიჭი ჰქონდა. ყველგან, სადაც კი ყოფნა მოუხდებოდა. ასე მოხდა აბასთუმანშიც. ყველაზე მეტად ისინი ჩეხოვსა და გორკის კითხულობდნენ. ვერბეცკი კორნელის ეუბნებოდა, რომ ლენინმა გორკისთან საუბარში მის დედას საჭირო და მეტად თანამედროვე წიგნი უწოდა და რწმენა გამოთქვა, რომ ბევრი მუშა რევოლუციურ მოძრაობაში შეგნებულად მონაწილეობდნენ და ახლა ისინი თავისთვის დიდი სარგებლობით წაიკითხავენ დედასო. ვერბეცკი კორნელისთვის მთელი აღმოჩენა იყო. ამ ტიპიურ რუს ინტელიგენტში, რევოლუციონერში კორნელის ანცვიფრებდა სიკეთე, მოკრძალება, გულისხმიერება და პატიოსნება. მისი წყურვილი ყველაფრის გაგებისა, ფართო ცოდნა, ნათელი მსოფლმხედველობა და კაცობრიობის დიადი მომავლისადმი ურყევი რწმენა. ვანო მახათაძის მერმე ეს მეორე კაცი იყო, რომელმაც დიდი გავლენა იქონია კორნელიზე. იგი ხშირად უყვებოდა კორნელის საინტერესო ეპიზოდებს თავისი ცხოვრებიდან. ვერბეცკი ჯერ კიდევ სტუდენტობის ჟამს ჩაება რევოლუციურ ბრძოლაში. იგი ტექნოლოგიური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. ვერბეცკიმ კორნელის შესთავაზა გოჯასპირასა და დაროს საერთო ძალით გადათარგმნა რუსულ ენაზე. კორნელი ისე როგორც აბასთუმნის ყველა მოაგარაკე დაჯერებული იყო, რომ ვერბეცკი გამოჩენილი მემარცხენე სოციალ-დემოკრატია, რომ იგი ჩამოვიდა რუსეთიდან აბასთუმანში ჭლექის სამკურნალოდ და ისარგებლა რა თავისი ჩამოსვლით საქართველოში საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ჭიდრო და მეგობრული კავშირის ქომაგად გამოვიდა. ვერბეცკი დაჟინებით და დამაჯერებლად ამტკიცებდა ჟორდანიასთან საუბარში, რომ საქართველო მხოლოდ საბჭოთა რუსეთთან მჭიდრო კავშირში მოიპოვებდა თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ხოლო ანტანტასთან კავშირი მას კოლონიად აქცევდა. ეს მისი ღრმა რწმენა იყო. მან საქართველოს ისტორიის ისეთი ცოდნა გამოამჟღავნა, ისეთი უანგარო სიყვარული გამოიჩინა ქართველებისადმი, ისეთი უდაო საბუთები მოჰყავდა თავისი დებულებების დასაცავად, რომ მენშევიკებს შორისაც კი თითქმის ვერავინ ვერ შეედავებოდა. იგი მეტად პოპულარული კაცი გახდა საქართველოში და საყოველთაო სიყვარული და თბილისელების პატივისცემა დაიმსახურა. თბილისიდან ჩამოსვლის მერმე ვერბეცკის იმედი ჩაესახა, რომ საქართველოში აჯანყების მოხდენისა და მენშევიკური ხელისუფლების დამხობის შემთხვევაში ჟორდანია და მისი ჯგუფი გარკვეული პირობების დაცვისას შესაძლოა კომუნისტებთან შეთანხმებაზე წასულიყვნენ.
ჟორდანია მინისტრები და სენატორები თითქმის ყველანი გვიან წავიდნენ აბასთუმნიდან. მათ თანამდებობის პირები და თითო ოროლა დარჩენილი მოაგარაკენიც მიხვდნენ. მალე ყველანი წავით წამოვიდნენ. აბასთუმანი დაცარიელდა. ერთადერთი მოაგარაკენი მგონი კორნელი, კატო, მისი ძმა ილიკო და ვენერა იყვნენ. ეტლები ბორჯომიდან და ახალციხიდან აბასთუმანში აღარ ჩამოდიოდნენ. აბასთუმანში კი ეტლი, ფურგონი და ორთვალა არ იშოვებოდა. სტეფანე ბათუმის გიმნაზიის დირექტორად დაენიშნათ და შეპირებისამებრ აბასთუმანში ვერ ჩავიდა. კორნელი, ილიკო და კატო კი მგზავრობის საკითხში მოუხერხებელი აღმოჩნდნენ. კატომ აღარ იცოდა ბორჯომში როგორ ჩასულიყო. იგი შეშინდა და თავგზა დაებნა. კორნელიც უმწევო აღმოჩნდა და ეკალზე იჯდა. ეტლის ცდაში კი დრო დუნეთ, გულის დამაღონებლად გადიოდა და მოაგარაკენი ხელავდნენ. სექტემბერი ილეოდა, საგრძნობლად აცივდა. ღამით სახურავები და ხეები თრთვილითა და ჭირხლით იფარებოდნენ და გუბეების ზედაპირი იყინებოდა. ვიწრო ხეობაში მდინარის პირას ჩარაზმული ალვის ხეები წარმტად სანახაობას წარმოადგენდნენ. ალვის ხეებს არა მარტო კენწეროებზე, არამედ ტოტებზეც გაუყვითლდნენ ფოთლები. თითქო ქარვისფერი საბურავი წამოისხეს და მზიან ამინჩი გაშუქებულნი ერდბაშად აბრიალებულ ჩირაღდნებსა გვანანო. ნაცსა და ფიჭვში აქა-იქ გარეული წიფლის, ყვრინჩხის, პანტის, ღვიის, შინდის, კუნელის, უსურვაზისა და თრიმლის ყვითელი და წითელი ფოთლები ქარვისფრად, სისხლისფრად ქათქათებდნენ, ხასხასებდნენ და მთის კალთებს უცხო ხალიჩასავით ამკობდნენ. კორნელი მათი ცქერით ვერ ძღებოდა, მაგრამ მალე ამინდი შეიცვალა, კიდევ უფრო აცივდა, მთები ნისლით დაიბურა და წარმტაცი სურათი წაიშალა. კატო დარდობდა და თავის თავს უწყრებოდა თაფლივით დამტკბარ შემოდგომის დღეებს, რომ დაეხარბა და მამიდაშვილთან, ვარლამ კუტალაძესთან ერთად არ წავიდა აბასთუმნიდან. მაზლს საყვედურს ეუბნებოდა, შენს გამო ჩავრჩით აბასთუმანში. კორნელი გაბრაზდა და ზეკარის უღელტეხილით ბაღდადში მიმავალ ჩალვადრებს კინაღამ არ გაჰყვა. ბოლოს ოფიცერმა აპოლონ ნოზაძემ ფურგონი გამოითხოვა ახალციხიდან. მოაგარაკენი აბასთუმნიდან დილით გავიდნენ. კორნელი კოფოზე დაჯდა. სადავეები აიღო და მაღალი, თეთრი ცხენები გარეკა. გვერდით აპოლონ ნოზაძე ეჯდა. კატო, ვენერა და ილიკო კი ფურგონში ბარგზე ისხდნენ. კორნელიმ აბასთუმანი უკან დატოვა და ახალციხისაკენ მიმავალ დაღმართს დაადგა. მარჯვნივ და მარცხნივ ნაძვითა და ფიჭვით დაბურული მაღალი მთები ამართულიყვნენ. შემოდგომას უცნაურად და წარმტაცად შეემკო მათი კალთები. კორნელი ისევ აღტაცებით მისჩერებოდა მთებს, ცხენები კი გზის მარცხენა და მარჯვენა ნაპირისაკენ იწევდნენ. მეტლეს სადავეებს ართმევდნენ. დაღმართზე ჭენებით მიდიოდნენ. ქალებს შიშისაგან სული მისდიოდათ და აპოლონს ეხვეწებოდნენ. სადავეები გამოართვი კორნელის, სადავეები გამოართვი კორნელის. ბოლოს გათავდა უცხო და წარმტაცი ფერებით შემკული მთები. ფურგონი ვაკეზე გავიდა. სოფელი ვარხანი გამოჩნდა. მგზავრებმა ხეხილით სავსე ბაღებს ჩაუარეს. გლეხები ჭირნახულს იწევდნენ. ბაღებში ვაშლისა და მსხლის ხეებს უხვი ნაყოფის ხვავისაგან ტოტები დაზნექოდათ. გოგო ბიჭებს კიბეები მიეყუდებინათ ხეებისათვის, ზედ გასულიყვნენ, წიფე ნაყოფს ჰკრებდნენ და კალათებსა და გილდებში ალაგებდნენ.
ეზოებში მსხლისა და ვაშლის მთელი გორები იდგა. მგზავრებს უკვირდათ და უხაროდათ უხვი მოსავლის ხილვა, ხოლო უხვი მოსავლის პატრონები კი სწუხდნენ, რადგან ცხენები და ხარები არ ჰყავდათ და საშუალება არ ჰქონდათ ხილი ახალციხეში, ბორჯომსა და თბილისში ჩაეტანათ გასაყიდად. ადგილობრივი ხელისუფლება კი გლეხობის მიერ მოწეულ ჭირნახულის შეძენაზე და ქალაქებისათვის მის მიწოდებაზე არ აფიქრობდა და მისი თავიც არ ჰქონდა. კორნელიმ ცხენები დააყენა. ის და აპოლონი ბაღში შევიდნენ. ხილი იყიდეს და ქალებს მსხლითა და ვაშლით სავსე კალათები მიუტანეს. ყველანი ახლად დაკრეფილ მწიფე და ყვითელ ვაშლსა და თაფლივით ტკბილსა და წვნიან მსხალს გულაფს დაეხარბნენ. მგზავრები ვარხანიდან გავიდნენ და ისევ ახალციხის გზას დაადგნენ. ახალციხეში კატომ, ვენერამ, ილიკომ და კორნელიმ ეტლი დაიჭირეს. აპოლონ ნოზაძეს დაემშვიდობდნენ და ბორჯომისაკენ გასწიეს. გამხდარმა, გულდამწვარმა, შინაბერა ქალმა ვენერამ თან წაიღო ჭაბუკი ოფიცრის აპოლონ ნოზაძისადმი სიყვარული და მიუღწეველი ტრფობის ზაფრა, რის გამო გზაში ანჩხლობდა, კაპასობდა და კატოს, ილიკოს და კორნელის გულს უწყალებდა. ხელით სათრევი ილიკოც საცოლშვილო კაცი იყო, მაგრამ ვერც ის ახერხებდა ცოლის შერთვას. აბასთუმანში ვარლამ კუტალაძის მეგობარი, ექიმი იუზა კოკოჩაშვილი და მისი დაი, უნივერსიტეტ დამთავრებული ლამაზი ქალი ალისა ისვენებდნენ. კატო ყოველგვარ ხერხს მიმართავდა, რომ ალისა და ილიკო დაეახლოებინა, მაგრამ ბედოვლათი ილიკო ქალს თვალში არ მოსდიოდა. მატარებელი ბორჯომიდან გვიან ღამით ჩავიდა ხაშურში. კატო, ვენერა და ილიკო ბათუმისაკენ გახვნენ მატარებელს, კორნელი კი თბილისისაკენ. კატოს მაინც და მაინც არ ახარებდა გიმნაზიის დირექტორად ბათუმში სტეფანეს დანიშვნა. იგი შეჩვეული იყო ქუთაის და ბუდის აყრა და ბათუმში გადაბარგება არ სიამოვნებდა. კუპეში თავჩაღუნული და მუნჯად მჯდარი შინაბერა ვენერა, ბედოვლათი და ბეწთვალებზე პენსნე გაკეთებული ილიკოც ბათუმში უნდა წაეყვანა. სადარ ათრევდა გასათხოვარ დასა და საცოლშვილო ძმას კატო.